თევზი არის ჩვენთან წყლის ენერგია, მეგობრებო. თევზი არის კოლექტიური კარმა, ნეპტუნი მართავს, ოცნებები, სურვილები, სხერპლშეწირვა, სევდა, უპირობო სიყვარული, ვენერას უმაღლესი ოქტავა არის ნეპტუნი. როგორც წესი, თუნდაც რომ მუშაობ ხოლმე თერაპიულად, რაღაც დიდი სიყვარულის დანაკლისის შეგრძნება აქვს ხოლმე ესა ლილით თევზებს. აი ძალიან დიდი სიყვარული დაკარგეს, ან დიდი რწმენა დაიკარგა, დიდი ოცნება დაიკარგა სადღაც და შეეჯახა მძიმე რეალობას. ან ეხლაც იგივეს გადიან ხოლმე მაგალითად, აი რაღაცა მათში ცხოვრობს რაღაც დიდი სევდა და მე პროექციას აკეთებენ, ის მეწოდება, იმას უსმენ, ამას უსმენ, აი დრამატულ ისტორიებში შედიან სულ ვიღაცების იკიდებენ მაგალითად ნეგატიურ ფიგურებს, ან თვითონ არიან სულ დრამატულები, უბედურები და უნდა გადასცენ ხოლმე სხვებს ეს თავისი უბედურება, ხო? დეპრესიულობა, ნევროზულობა, სევდები, ეს ლიტი თევზის თემატიკა. ჩავთვალე, როცა თევზებში ყავს, შეიძლება გამოვლინდეს რა მიმტევებლობა, კეთილშობილების გამოვლენა, ხო, ახლა ლიტი მარტო ნეგატივი კი არ არის, მას თავისი ესეთი პოლუსებიც აქვს, ხო, ესეთი გამონათებებიც აქვს, მაგალითად. ლიტი თევზებს აქვს ძალიან დიდი ეზოთერული ენერგეტიკა, მაგალითად, ძალიან ესეთი სიღრმისეული წვდომა ფსიქოლოგიასთან, მისტიკასთან, მაგალითად. ოღონდ ეს როგორც წესი უფრო ნეგატიურად ვლინდება ხოლმე. კარგ ვარიანტში შეიძლება რომ მე შევეხო ამ ენერგიაზე, ნენელა ვისწავლო რა არის ფანტაზია და რა არის რეალობა და ცუდ ვარიანტში შეიძლება გავხდე ან ეზოთერულ სფეროში, აი როგორი რაღაც იცით, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტად ქაოსურობა, პრაგმატულობის ნაკლებობა, აი სადღაც რომ დაცურავენ, მაგალითად, და აი ჭეშმარიტებას რომ ვერ პოულობ სადღაც, ხო, აი მე ხა ძალიან ისეთ მძიმე кейსებს გეუბნებით, ყველაზე დიდი რისკი რა შეიძლება ამ სიტუაციაში იყოს და გაცურო სადღაც და დაიკარგო ამ ცურვაში. ოღონდ ეს დაკარგულობა მოახუია ყველას. მაგრამ ლიტის თევზის შემთხვევაში თვითონაც შეიძლება იყოს დაკარგული თავის ემოციებში ადამიანი, ან თავის აი პრაგმატულობის ნაკლებობა გამოვლინდეს, ხო? და სხვების დაკარგოს აი ამ ქაოსში. ქაოსი შეიტანოს სადღაც, უსაზღვრობა შეიტანოს რაღაცეებში და არა პრაგმატულობა, ხო? ეს ერთი რისკი შეიძლება იყოს. ან მეორე შეიძლება იყოს ადამიანი, რომ თვითონ ცხოვრებისეულად არის ძალიან ქაოსური, ძალიან ჩაკეტილი ცხოვრებით შეიძლება ცხოვრობდეს, აი ხა ცდილობენ ხოლმე სულ სადღაცა ნაკლებად გახდეს ადამიანი მისაწვდომი სხვებისთვის, იმიტომ რომ მათში ცხოვრობს რაღაც შიდა იზოლაციური